და ჩემო მეგობრებო, ბიჭებო და ჩემო ძვირფასო სტუმრებო, ახლა გეტყვით თუ ვინ იქნება ჩვენი განაცემის შემდეგი სტუმრები. სტუდიაში მინდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი ჯგუფი იბერია და გეგე სულხანიშვილი. ადასარევი. ახლა ცოტა მაყურებელი კი დაიბნევდა. მაყურებელი რა ჩვენს. ჩვენ. კი გეგე ხوار გადავიდა იბერიაშიო. და მოდი თქვენ თვითონ რო ახსნათ რა ხდება. აი ხო, რამათ რა ხდება და კოლაბორაცია გავაკეთეთ ბატონ გეგესთან ერთად და ერთ პროექტში ავიყვანეთ ჯგუფში. მე არ მეგონა შენ თუ კოლაბორატოპაციის შეგეძე. მე ეგ სიტყვა არ ვიცოდი, თორე არ მივიდოდი. აი არ მეგონა თელაველი თუ აი მას იკადრებდი შენ. მაგრამ აი ხომ ეს მოხდა, მე გამიკვირდა რომ შემეხმიანინე სახელმწიფოები და გავიგე ხლა რა ხოდა მე რომ მიველი და ნახე ამათ მუშაობის პროცესი, სიმღერა რაღაცა ისეთი ნასიამოვნები რაღაცა აი მე მგონი გავახალგაზრდავდი აი ამათან შეგენაცვალე ოქრო მე გენაცვალე უფრო ეგრე გამოდის გეგე ბატონო იმიტომ რომ ბიჭები დაბერებულები არ არიან შევხედე და ესე იგი შესაბამისად მეორე ვერსია რომ მართალია პირველი რა თემაზეა აქ საუბარი რო ვიცოდეთ ზოგადად იცი რა კახური თემა არის შერჩეული გეგე რო არის ახლა მივხვდით რომ წალკაზე არ იქნება თავისთავად ხო და ახლა კახური თემაა სიყვარულზეა ერთი კაცის სიყვარულის ისტორია და სხვა ვინ იქნებოდა ახლა გეგეს გარდა ვინც ამ ისტორიას თავიდან მოყვებოდა რა და ჩვენს გეგესთან დავაკავშირეთ ეს სიმღერა და შემდეგ ესე შენ მეგრელი ხო ხარ მე მეგრელი ვარ მაგრამ კახელი ცოლი მყავს თელაველი ხო შეგენაცვალე გასაგები მოუჭე გასაგებია მაგრამ მაინც მეგრელი თუ მოიფიქრებ და კახელებზე ჩავწეთ სიმღერას და პატას და ნიკა შოუში უეჭველად მექნება პრემიერა რა გინდა ხომ მეგრული გათვლა გააკეთა შენ სწორი გათვლა მაშინ გააკეთე თელაველი ცოლი როგორ აბა აი ბატონო ისე გეგეს სიყვარულის ისტორიებზე რო აწყოთ სიმღერები თქვენ ორი ალბომი მაინც ორი ალბომი ამის მერე შეგვიძლია ეგ მიმდინარეობა გავაკეთოთ ბიჭებო ახალი ალბომისთვის ისე საინტერესოდ განვითარდა ბიჭებო თქვენი შემოქმედება მინდა გითხრათ კოხტა გოგოდან დაიწყეთ და მოხუც გეგეზე ამთავრდა. საინტერესოა ეს ვიდეო რგოლი რომელიც გადაიღეთ რომელსაც დღეს საპრემიერო ვერსიას ჩვენს მაყურებელს შევთავაზებ ჩვენი განაცემის საშუალებით და ისე ეხლა მითხარით მანამდე ახალი წელი როგორ ჩაიარა ამ კეიფებმა რაღაცა ერთი მეორე რა ხდება თქვენ გარშემო კიდე რა გაკეთდა კეიფები თუ კონცერტებიც და რამე და კონცერტებიც იყო კეიფებიც იყო აბახუსებებიც იყო და ასე შემდეგ სად გქონდათ კონცერტები 31-ში გქონდა ბორჯომში საახალწლო კონცერტი ხო და იქნებოდა უამრავი კი ძალიან ბევრი ხალხი იყო და სხვათა შორის უცებ ისტორია მინდა ამ ბორჯომის კონცერტზე მოვყვე რა აბაბა ისტორია ჩვენთან ესეთი რაღაცა მომივიდა ბავშვებთან ერთად ოჯახთან ერთად წავედი ბორჯომში მე და გიგა წამოვედით ოჯახთან ერთად და მეუღლე მითხრა აი სანამ რაღაც რესტორანში წავალთ რაღაც იქნებ ხაჭაპური გეპოვა სადმე რომ ბავშვებმა ჭამონ რა კონცერტამდე და მეც ახლა გავიარე ამ ბორჯომში დავიწყე სიარული და მივადე კი რაღაც ერთ მშვენიერ ადგილს მშვენიერი სახლია რაღაც წინ დიდი ბოთლები კიდია და ჩემს გონებაში გადავხარშე რომ აქ ახლა ლუდის ჩამოსასხმელი ბოთლებია ეს ყველაფერი და ფანჯარაში შევიხედე დიდი ნაძვის ხე ბატონო გეგე მორთული სახლი სასწაულად აი ზღაპრულად მორთული ერთი ქალბატონი მაგიდასთან ზის მეორე ქალბატონი თავზე ფურცლით ადგაზა უკვე გადავხარშე რომ მენიუს არჩევენ სავარაუდოდ იქით შევიხედე და
დიდი ზღაპრული მაგიდაა გაშლილი და მე თამამად ავდექი და შევედი პირდაპირ გავიხადე ჩემი ქურთუკი ჩამოვკიდე და დავჯექი სკამზე. ხო. ეს ორი ქალი მართლა მაშინ ნახე პირველ პირდაღებული ადამიანი მართლა პირდაღებული მე რას ნიშნავს ხო? ხონამ რა გნებავსო მეუბნებიან და აი ხაჭაპური რო გამომიცხოთ და წასაღებად რო გამიმზადოთ თუ შეიძლება თქვენი ჭირიმეთ და რა ხაჭაპური ის ხაჭაპური ისე გაჭმევ თუ გინდა ხაჭაპური სახში შემოხვედი შედალოცვილო მობილოცება დავდეგი მაინც პირდაპირ სახში შევაჭერი მე მეგონა კაცო რაღაც დაწესებულებაა კაფე იყო რაღაცა ისე ამათ გურჯანზე აქვს ერთი ისტორია გეგე კონცერტთან დაკავშირებით ეს მახომ უნდა მოყვეს ეგ ისტორია გურჯანის ისტორია მახო ბათუმში რო წავედით ხო გახსოვს ეგ ამბავი ეხლა გურჯანში მივდივართ ეხლა სანამ მოყვებით უკვე სიამოვნებს არა ეხლა უყურე როგორი ისტორია გურჯანში მივდივართ თქო ჩერეს თელავით და რატო ეხლა რა თელავზე გავლით მეგობრო თელავის გავლით თელავში მოვითელეთ კაცო თელავი ჩერეზარი ბექამ როგორც აღნიშნა ანუ მე იო კითხვის ნიშანი გასვლა არ გასვლაზე მოკლედ მივდივართ ეხლა გურჯანში წინა საღამოს წავედით რომ მეორე დღეს გვაქვს კონცერტი და უნდა დილიდანვე მოვემზადოთ და ბექამ ჩავიდეთო ჯერ თელავშიო ჩემი ცოლეურობა გვეპატიჟებაო რომ რაღაც გავიაროთო პური ვჭამოთო და ისე მოხდა რომ ჩავედით ჯერ თელავში მაგრამ ეს პურის ჭამა როგორც გადაიზრდება ხოლმე გადაიზარდა იმაში რომ კარელობაში წავიდა კარგი კეიფი კარგი დალევა ყველაფერი წავიდა და ფხიზელი ადამიანი არც ერთი არ დარჩა მანქანის და მე მოიფიქრეს გეგე დასვეს სრულზე და ზაში მოიფიქრეს იქნებ კლიპიც გადავიდა ძალიან კარგი ისტორია ასეთი ისტორია იყო ჩვენი კლიპი ხო და ნუ მოკლედ სუფრის მერე ბექამ რა ვქნათ ეხა მძღოლი გვინდა და იქ მე სამეზობლოში გაიკითხა ერთი ძალიან კაი გემრიელი ბიჭი იპოვა რომელიც მძღოლობას გაგვიწევდა ეხლა თელაველი კაცი რომელიც უნდა გურჯანში რა წაგვეყვანეთ თელავში ავედით ეხლა მივდივარ და ამ ბიჭმა მე რა თქმა უნდა გვიცნო ეხლა მიყვარს თქვენი სიმღერები კომპლიმენტები აქეთ იქით და რაღაც მუსიკების ქონდა იქ მანქანაში ჩაგვირთო გვასმეინებს და მოკლედ კაი უკვე მთელი გზა გავიარეთ რომ ეს კოხტა გოგოც ქონდა რა ჩვენი მუსიკა ჩართო გვასმეინებს ჩვენს ნაბახუსევი ესე კარგად ვართ ღერი ვართ მთელ ამბავში ვართ ზაფხულის პერიოდი ზაფხული არ ხო ეხლა რაღაც მომენტში პერიოდი მანქანაში რაღაცა ხელა ძალიან სიცხია კონდიციონერიც არაა ჩართული არაფერი რა ხდება შევხედე რომ ეს შუშები არის აწეული მანქანის ხო ფანჯრები აწეულია და მეთქი რასაკეთებ კაცო ჩაუწე დავიხვითქეთ ხალხი აღარ შეგვიძლია და მაიტა ეხლა გურჯანელებს მოვასმენინებ ამ კაის სპეციალურად დავუწყდით სიცილით ოქროები არა მაგარი ჩენ ხა პირველი სტუმარად ყავდა როვანდო ქროპირიძე გურჯანელი წარმომავლობით და აი ეს ამბები უნდა გავაქარწყლოთ და დიდი შერიგებისკენ მივდივართ და იმედია რომ შემდეგ ნამთვრალებს ჩამოწეული შუშებით გაირბეთ კი აი მაშინ მივხვდით რომ აი ძალიან ისეთი თითქოს ეს პაექრობა მაგრამ იუმორისტულში რომ გადაიზარდა ანუ ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან ვიხალისეთ ძალიან ვიცინეთ ბიჭებმა და კარგია ნამდვილად ბორანოს ამბავი აი ბორანოს ამბავს მე მოვიყვებით ნუ მოკლედ ერთ საახალწლო კონცერტები იყო რა სცენებაში და ერთ-ერთი დღე არის აღარ მოსულს რაინდისთან ვიყავით რაინდისთან ხო ქედაში ჩვენ რაინდისთან ქედაში ხო ზემო აჭარაში ესე რო თქვა და დილით ჩავედით რა გამთენიისას 5 საათზე რა და სანამ ამას დავამთავრებ და გავაგრძელებ მინდა იქამდე რო თქვა რომ ჯგუფში ხა 7 ადამიანი ვართ და ყველა სხვადასხვანაირი რაღაც ხასიათები გაგვაჩნია ყველას და ერთ-ერთი წევრი ყავს იცი როგორი ადამიანი აი მაგალითად რო თქვა რომ დღეს რაღაცა მოკალი რაღაცა 20 კილოიანი ტახი რა სანდროს ვიყავი ის იმან მოგოჭრილი თქოს ეგ რა არის კაცო მე ვიყავი და 100 კილოიანი ტახი მოგავდა და აი ეგეთი ტიპი ყველაფერში ჯობი ყველაფერში ჯობი 10 კილოთი მაინც გაჯობი პარაშუტოდ გადმო ან მე გავაკეთებ ამას 100 წუთში ერთ წუთში მზათა მაქვს უკვე მე და ეგეთი ტიპია რა ხა ირაკლი მოწაფეა ჩვენი ჯიგარი ჩვენი ნიჭიერი ბიჭი და ჩავედით ერთ გამთენისას დილის 5 დაღლილები რაღაც და ეხლა პრადიციულად იქ არ დაგვაძინეს გაგვიშალეს სუფრა რაღაც დავჯექით რაღაც უნდა დავიწყოთ კი არ დაგაძინეს არ დააძინეთ თქვენის ხო რა და აქეთი არა ეს მე ჩვენ არ დავაძინეთ ასე მასპინძელი ძახის რომ მოიცადეთ ჯერ არ დავიშალოთ ეხლა ცხელი ბორანი უნდა მოვიდეს და ეს მოწაფეა უცებ ვიცი კაცო მჟარვა რომ მაღაზია
გუბიანია, 600 გუბიანზე ვიჭები. 600 გუბიანზე ჯდარ, რა ვიცი რაღაც მაგაზე ჯდარო. რანაზე როგორ ჯდარ? ურანში შეეშალა რა, ფაულის ურანში. ხომ და ეთქვა, ეგ ვიციო კაცო მე. 600 გუბიანზე ჯარო არ ეს რამდენია? გეგე შენს კი რა ხდება, ჩემო უფროსო ძვაკაცი. ხო, ამათ განსხვავებით ამათ კონცერტები ქონდა და კეიფი. მე მარტო კეიფი მქონდა. კონცერტი. ნუ როგორც ყოველ. ნუ პრინციპში როგორც ცხოვრობ, სულ ახალი წელია მთელი ჩემი ცხოვრება. მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, არიან ხალხი გამიგონია, რომ არ მიყვარს ახალი წელი. მე ძალიან მიყვარს. აი რატო არ უნდა მიყვარდეს ეგ ვერ ვიგე. ხო, აი ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელი გემატება, ხო სწორია, აგიხარია რა, ხასარია. მაგრამ მაგას არ უყურებ, რაღაცა იმედიანი თუ ხარ სულ კი ბატონო, კი ბატონო. რამდენი წელია სულ არაუშავს თუ ეხლა რა, აი მომავალ წელს. ხო, ამიტომ ესე უნდა იცხოვროს სულ ყველა და ძალიან გაგიადვილე. ხო და თან იმედი რომ რაღაცა კარგი იქნება თორე ხა სუდი არ ვიცი ახლა ის ნუ მოკლედ ჯერჯერობით გრძელდება ჯერ წინარია 19-ში გვაქვს კიდე თათმირი კი არა ხო მე კი არა ნუ ჯერ დამთავრებულა ახალი ხო არაფერი გაიგე ხო არ გადაგხდა რამე ახალი ან რამე ხო არ გაიგე რა ვიცი შეიძლება გადამხდა კიდეც მაგრამ არ მახსოვს ახლა სიმართლე რომ გითხრათ ესეთი გულწრფელი თვალები ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს შეიძლება გადაგხდა კიდე და არ მახსოვს იქნება და კი ეს ახალწლამდე გადაიღეთ გეგე ეს კლიპი? ხო, ახალწლამდე. ხო, ახალწლის ეს, ხო. ეს არის კაცი, რომელიც შეყვარებულია, რომ ჩაუღრმავდეთ მაგას. კი, კაცი, რომელიც შეყვარებულია. შეყვარებულმა რაღაცა გაახსენა, ხო რა? გაახსენა. და შემდეგ სიმღერით უკვე ძალიან საინტერესო არის. თუ გინდა რამის მოყოლა დიდი სამოვნები, თუ არა და ისევ და ისევ ბიჭებს წარმატება, ეს წელი ყოფილიყოს. მადლობა. მანამდე რა მინდა იცი რა უთხრა? ეს კახელზე როა კაი, მაგრამ იმერელზეც უნდა გააკეთონ ერთი რა. იმერელზე სხვათა შორის რას გეტყოდა სხვა ასე? ხო, სხვათა შორის იმერელზე ყავდა კობა ბარათელი იყო თავიდან მოხსენიებული ამ შეგენაცვალე. მოხსენიებული უკვე მომეწო. ხო, ხო და შემდეგში აუცილებლად გავაკეთებთ სიმღერას ხაჭაპურზე და შეერგობასაც არ გამოგივარ. ბატონო, რაღაცა სიუჟეტი ან საავადმყოფო ან აფთიაქი. აი კი ბატონო, მაშინ აი რაღაცა ის. ხო, იმიტომ რომ ძალიან უბრალოდ ჩემი კითხვის მიზეზი ძირითადად ეგ იყო, იმიტომ რომ ორჯერ იყო ტაბურეტზე ასული, ჩაინეკა თამს იხჩობდა და უშველოთ რა. შეგენაცვალე არ დამღუპოთ რაღაცა კლიპში. ხაჭაპურზე იქნება შემდეგ სიმღერა აუცილებლად. მოკლედ საინტერესო ალბათ მაყურებელიც ელოდება. გეგე, რამის თქმა თუ გინდა? არა, მე ვნახე. ნახე. მან ხო არ მეგონა ისეთი კარგია რაღაცა და ძალიან ვისიამოვნე და ბევრი წარმატებები აემს. ანუ გაიხარა გეგე იხსენებს როგორც ხდები და გეგე იხსენებს როგორც ხდები და ჩვენ მე ქალბატონი არ ჩანს ვის იხსენებს? ქალბატონი არ ჩანს ვის იხსენებს, იმიტომ რომ რამდენი იყო რომელი რომელი ვერ დაეტეოდნენ და როდია რომ ეს წარმოდგენაში აქცავა მე ერთი ამბავი არა ჩემზე არა ჩემზე ხო აი მოკლედ ბიჭებო დიდი მადლობა მობრძანებისთვის 2025 წელი იყოს კიდევ ერთხელ წარმატების, სიკეთის, ბედნიერების, ბევრი ასე ვთქვათ, კონცერტების, ახალი სიმღერების, ჩემო გეგე. მე რას მისურვებ, აი მე მინდა შენ გისურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში. და ჩემ გვერდით იყავი დიდხანს, იმიტომ რომ შენ როგორც ეხლა თქვი, ახალი წელი მოვა, იმედი. შენ ხარ ჩემი იმედი და მიყვარხარ ძალიან. გაუმაგრეთ. გაიხარდა. ნომარა და აუტოვოთ ჩვენ მაყურებელს მაშინ. ეს კლიპი პრემიერა მოდი ჩვენ თამამად შეიძლება თქვა თან დავემშვიდობოთ თან დავემშვიდობოთ და თამამად შეიძლება ითქვას რომ ჩვენს ეთერში დღეს იბერია გამწყინდება ბიჭებო წლევანდელი სეზონისთვის დიდი მადლობა რომ ასე ჯანსაღად მობრძანდით დიდი მადლობა ყველა სტუმარს დღეისთვის სულ ეს იყო გიტოვებთ სიმღერის პრემიერას ჩვენ მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით მანამდე კი არ დაგავიწყდეთ პარასკევი შაბათი კვირა მიხო და მარო რუსთავი 2-ის ეთერში კარგად ზამნებოდი